ლაფანყურის სპეცოპერაციის აქამდე უცნობი დეტალები. რას ყვება ოპერაციის დროს გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლი. შენც ხომ გაქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ 7 არ დაღუპულა. დაღუპულები მეტნი არიან. სპეცოპერაციის დროს ჩვენ კიდევ 3 ძმა დავკარგეთ. მუსლიმი, ბესლანი და აბუ სუფიანი. ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია სად, როგორ და ვინ დაასაფლავა. დუისში, ლაფანყურში გარდაცვლილების საფლავები ექსპერტიზისთვის გაიხსნება. ჩაუტარდა თუ არა დაღუპულებს სავალდებულო ექსპერტიზა დაკრძალვამდე. მაგან ეს სიტყვა თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნას გამოგიზავნით და არ მოსულა. რატომ იძიებს ლაფანყურის სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო? სახალხო დამცველი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. ეს საქმე უნდა იყოს გამომცემლული სხვა სტრუქტურის, ამ შემთხვევაში მთავარი პროკურატურის მხრიდან. რა მოხდა რეალურად ლაფანყურში და რამდენი ადამიანი დაიღუპა 2012 წლის 28 აგვისტოს? გრიფის გარეშე, კვირას 21 საათზე, მე-9-ზე.